გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია, 8 ნახევარია და ტრადიციულად მე გოჩა ჯოჯოა ვიქნები სტუდია 8-ში. რასაკვირველია, ძალიან ბევრი თემებია, რომელიც აქტუალურია მიმდინარე პროცესების მხედველობაში, მაგრამ წინა ის დროს, გადაცემის დროს მე შეგფერდით, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე მინდოდა დალაპარაკება და მართლაც დღეს რამოდენიმეჯერ ვცადე ეს და გამომდინარე იქიდან, რომ იმ საკითხებს ვეხებოდი, რომელიც მიმდინარე პროცესები იყო, მე დრო აღარ რჩებოდა ხოლმე და ამიტომ დღეს მთლიანად მინდა დავუთმო ამ თემას. რაზეა საუბარი, რა მინდა გესაუბროთ, გითხარით წინაზე, რომ ხშირად არის უკვე ისმის ხოლმე განსაკუთრებით ოპოზიციურ ტელევიზიებში, ლიბერალურ ტელევიზიებში და არა მარტო იქ, ხო, ქუჩაშიც ისმის ხოლმე ხშირად, რომ აი ეს ხელისუფლება თითქოს რაღაცეებს ისე წყვეტს და ისე მიყავს საქმე, ნუ ერთია როცა მიდის საუბარი, რომ ეს არის რუსული ტიპის ხელისუფლება და ამასაც თავისი ახსნა აქვს, თუ რატო არის, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და რატომ არ ქმევენ ამას რუსული ტიპის ხელისუფლებას, თუმცა კიდევ ვამბობ, ცადა დედამიწა შორის არის სინამდვილეში სხვაობა, იქ რუსულ სახელმწიფოსთან კიდე სხვა განსხვავებული ხედვებია და ვერც იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პირობებია საჭირო იმისათვის ერთი ქვეყანა რომ მეორე შეადარო, თუნდაც მართლობის ფორმაში, ხო? მაშინ ბევრი რამე უნდა გაითვალისწინო კიდევაც, ვთქვათ, რა ტიპის ქვეყანაა, როგორი ეკონომიკა აქვს, როგორი კულტურა, როგორი ისტორია, რა რაოდენობა აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ მართვის სტილზეა საუბარი და თანაც რატომღაც ამ ბოლო დროს წავიდა საუბარი იმაზე, რომ თითქოს აი ქურდული წესებით წყვეტენ, აი ძველი ბიჭებივით იქცევიან და მე უბრალოდ მინდა რომ რაღაც გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. ეს სტერეოტიპები თქვენ წარმოიდგინეთ ორი პოლუსივით არის. ერთი ნაწილისთვის არის რომ რაღაც იმაშია ჰეროიზმში გადასული თქვა და ასე იყო და განსაკუთრებით მიდის ხოლმე საუბარი რომ აი ძველ დროს ესე იყო, აი მაშინდელი სიტუაცია როგორ იყო, ეხლა რაღაც სრულიად სხვა არის და არის მეორე მხარე, რომელსაც ელემენტარულად მხოლოდ ნეგატივის მომენტი აქვს, იმიტომ რომ მასთან არ შეხება ქონია და ბუნებრივია კრიმინალური სამყარო მათთვის რაღაცა ის ბნელი ადგილია, სადაც იქედან მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივი მოდის და ასე უყურებენ, ხო? ესეც გაყოფის ფორმა, სტერეოტიპებისთან ბრძოლა, აქაც მინდა კიდე რომ სწორად გამიგოთ. სტერეოტიპი, თვითონ აზროვნების სტერეოტიპი რო ჩამოუყალიბდა ადამიანს, ხო, ეს არის ევოლუციური პროცესი, რომ რაღაცეებზე ადამიანი ხანდახან კოლექტიურად აყალიბებს რაღაცა გარკვეულ შეხედულებას და ეს ხშირად ეხმარება ხოლმე ადამიანს, ხო? აი მარტივადაც რო ავიღოთ, როდესაც თუნდაც თვალით დანახული, ხო, მეცნიერები მივიდნენ იქამდე, გამოიკვლეს და ნახეს, რომ ამ შემთხვევაში თვალი, როდესაც ტვინს გადასცემს რაღაცას, მთლიან ინფორმაციას კი არ გადასცემს, არამედ იმ დამახსოვრებულების, ასე ვთქვათ, აი თითქოს ერთიანი სისტემა რო იყოს, რაც აი კომპიუტერმა მოიტანა, თითქოს ერთ ბაზაში როა რაღაცა, ბუნებას უყურებს და მსგავსის სურათის გადატანა მიდის ტვინამდე, ხო? თუ არ დააკვირდი რაღაცას, ხშირ შემთხვევაშია ხოლმე, რომ აი მოგეჩვენა, შენ რისი დანახვაც გინდოდა, შეიძლება ის დაინახე, იმიტომ რომ დაკვირვების დრო არ ქონდა, ხო? ან კითხვის დროს, როდესაც თუ ადამიანის სწრაფ კითხვას არის მიჩვეული, ხო, ის როცა კითხულობს, ხო, ჩვეულებრივი რამეა და მეთანხმება ყველა, როცა კითხულობ და სწრაფად გადადიხარ თვალით, ასე ვთქვათ, გვერდიდან გვერდზე, იმიტომ რომ ინფორმაციას ღებულობ და ეს არის კარგი, იმიტომ რომ ადამიანი სწრაფად კითხვის დროს მეტ ინფორმაციას ღებულობს და თუ არ უყურებს, როგორც მასწავლებელი უყურებს, რომ შეცდომას ეძებს, მაშინ შეიძლება ძალიან ბევრი ვთქვათ, ან ასო გამოტოვოს, ან იქ შეცდომა, რომელიც დაშვებული იყოს, ის იმით გამომდინარე იქიდან, რომ ის სიტყვა იცის, როგორ იწერება, ის პირდაპირ აღქმას აკეთებს იმისი, რომ რა უნდა იყოს იქ, რა უნდა ეწეროს, ხო? თუ არ არის დაკვირვებული და ვთქვათ, კიდე გეუბნებით, როგორც მასწავლებელი ტექსტს რო კითხულობს, ისე თუ არ შეხედა, ხო? აი ჩვენ შემთხვევაში მე ეს რატომ მოვიყვანე მაგალითად? ჩვენ შემთხვევაში
შემთხვევაში ბევრი მოვლენა ამ კუთხით უნდა დავინახოთ და ასე უნდა შევხედოთ რაღაცეებს, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ჩამოყალიბებული რაღაცა ის სტერეოტიპი, რომელიც არსებობს, ხო, ადამიანის მიმართ, ხო, არის ადამიანები ამოიჩევებენ კოლექტიურად ვიღაცა მოსწონთ და მე თუ მოსწონთ მის მიერ ნათქვამის სიტყვებს ნაკლებად უყურებს, აი როგორც მასწავლებლის ტექსტს და ხშირ შემთხვევაში ტყვილდება, იმიტომ რომ იმ ადამიანებს სურთ ხოლმე რომ რაღაც გარკვეულწილად თავისი აზრი ისე მოიტანოს და ის შეიძლება ითქვას არგუმენტებიც და თუნდაც მოვლენების აღწერა ისეთი კონფიგურაციით დაალაგოს და იქითკენ წაიყვანოს, რაც მას სურს. ეს ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამეა, თითოეული ადამიანი ესე იქცევა. ამას იყენებენ თქვა იგივე ბიზნესში, რეკლამის დროს და ძალიან ბევრი რამის დროს. ანუ ევოლუციის პროცესში თქვა აზროვნების ეს მომენტი, რომ ბევრი ენერგია არ დახარჯო და რაღაცაზე ჩამოყალიბებული აზრი არსებობს, მით უმეტეს როდესაც საზოგადოებრივი აზრი რაღაცაზე იქმნება, ადამიანები ადვილად, იმიტომ რომ ყველა ადამიანი კომფორტისკენ არის და ბევრი ტვინის დახარჯვა არავის არ სურს და ცდილობენ რაც შეიძლება მარტივად დაინახონ რაღაცები და ამ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე რომ იყენებენ და ცუდად იყენებენ ხელისუფლებები, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ამ სისტემას და ამ ფორმას, ხო, ადამიანის ევოლუციური განვითარებისას, რასაკვირველია ყველა იყენებს. ოღონდ გააჩნია მის ხარისხს როგორ იყენებ, რისთვის იყენებ და საბოლოო ჯამში რა შედეგი უდგება იმ მოსახლეობას, ვისთვისაც ამას ყველაფერს აკეთებ, ხო? ამას აი მე რატო არის, რომ ტელევიზიების მიმართ როცა მიდის ხოლმე ლაპარაკი, ან მედია საშუალებების ნებისმიერი ტელევიზია იქნება თუ არა, ეს მემარცხენე მედია, ეს მემარჯვენე მედია, ეს არის თქვათ ლიბერალური, ეს კონსერვატიული და ასე შემდეგ, ხო? ანუ რეალურად ადამიანები მე უკვე ამის მიხედვით ყოფენ და საზოგადოებრივი აზრი იქმნება და კონკრეტულად ყველა ასე ვთქვათ ტელევიზია ცდილობს იმას ვთქვათ ან მედია საშუალებებში როდესაც ვართ ადამიანები სამეგობრო წრე ისეთი ყავდეს როგორიც ჩვენ გვაწყობს ხო ანუ ვის ველაპარაკები ვისთან მაქვს ურთიერთობა აი მე მინდა რომ ამ შემთხვევაში ამ საკითხითაც და საერთოდ კიდე ბევრ თემას შევეხებით იმიტომ რომ ეს არ არის ასე ვთქვათ ის თემა რომელიც ბევრმა ადამიანმა მე რატო ვამბობ ამას ბევრ ადამიანს არ ქონია ამაზე შეხება ხო ზოგს აქვს პროფესიული შეხედვა თქვათ ან პოლიციელია ან თქვათ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და აქედან ნაწილს აქვს შეხება თქვათ გამომდინარე თქვათ ან წიგნების ან ფილმების ყურების შედეგად და იქიდან დანახულის და მე მომიწია ისე რომ ჩემს ასე თქვათ სამეგობრო წრეში ადამიანები მყავდა რომლებიც სტალინის დროს საბჭოთა პერიოდის აი გულაგების დროს როცა იყვნენ და იყვნენ არა მარტო თქვათ რაღაც პატიმრები და არამედ მყავს მეგობარიც რომელიც აი სწორედ იმ ქურდული სახელით და იმ სტატუსით იყო ხო მე როცა ის გავიცანი უკვე მას გავლილი ჰქონდა თავის ცხოვრების ეს ნაწილი და დამთავრებული იყო თუმცა მას არაფერი შეუცვლია თავის ცხოვრებაში იმ გაგებით რა გაგებაც მას ჰქონდა იმ გაგებით რითიც ის აზროვნებდა და თქვათ მე უკვე ის გავიცანი ფაქტიურად ეროვნული მოძრაობის დროს, მე პარლამენტის წევრობის დროს და ასე შემდეგ დამსახურებული ადამიანი, იმიტომ რომ ის გაგება, რაც მას ჰქონდა და ის ხედვა, რაც მას ჰქონდა ამ ხედვით ის ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ასე ვთქვათ სოციალურ საზოგადოებრივ სივრცეში რომელშიც ის მოხვდა. ხო ის იმ გაგებით ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს. იმ გაგებით ხედავს ბევრ ამას, მაგრამ საინტერესო იყო ის როგორ ხედავდა იმ პერიოდს. შემდგომში ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ძმა, რომელიც ასევე ვთქვათ ამ თქვენ რომ ესე კანონიერ ქურდს რომ ეძახიან ხო, რომელიც დღესაც კი აი დღეს სასამართლო იყო სხვათა შორის და იქაც მოსამართლესთან საინტერესო რამე თქვა რომ მესამე სერია არის, მესამე ჯერ არის მის სასამართლო რომ მიმდინარეობს და უთხრა რომ მე ამას მოწმეებს ერთ-ერთი მეც ვიყავი და მისი შვილი ამბობდა და მოსამართლე აწყვე ვიცი ეს ყველაფერი და არ მინდა და უთხრა რომ იმისათვის რომ გაიგო ხო ეს ხო შენ როგორც მოსამართლე შენ წყვეთ საბოლოო ჯამში არც პროკურორი არც ადვოკატი არც დამსწრე ადამიანები საბოლოო ჯამში შენ უნდა ჩამოგიყალიბდეს აზრი იმისა რომ ეს ადამიანი მართალია მტყუანია არის დამნაშავე არ არის დამნაშავე და ამისთვის არის ხო საჭირო ეს ყველაფერიო და როცა პირველი ორი არიცი
ხო, შენ თვითონ უნდა გაინტერესებდეს და მოისმინო, ხო? იმიტომ რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღო, მსაჯული ხარ, რომელიც სახელმწიფო მოგანიჭა ეს და რეალურად შენი გადაწყვეტილება ამ ხალხისთვის, რომელიც იქ ესწრება, შენც თავად ახარ ის ობიექტი, რომელიც სამართლიანი იყო თუ არ იყო, შენი გადაწყვეტილება. ასეა სახელმწიფოშიც, ხო? სახელმწიფო სწორად იქცევა სამართლიანად თუ არ იქცევა სწორად. ამის მიხედვით ფასდება. ადამიანები ესე აფასებენ. და აქედან გამომდინარე, მინდა რომ აი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ლაპარაკი გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა პერიოდში შეეხვნენ ადამიანები ამ იმას, რა ქვია, ამ სუბკულტურას, ესე დავარქვათ, მეცნიერული ხედვით მინდა რომ ეს ყველაფერი დავანახოთ, იმიტომ რომ მახსოვს, როდესაც კანონს ღებულობდნენ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ამ ქურდების შესახებ კანონი როცა მიიღეს, იქ რამოდენიმე დეპუტატს, იქ არ იყო ერთი და ორი, არამედ რამოდენიმე დეპუტატი გამოდიოდით და ვეუბნებოდით, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და რატო და არგუმენტებს ვაყალიბებდით და ერთ-ერთ მის დროს მიხეილს იყო მაჭავარიანი ვიცე-სპიკერი იყო. თავმჯდომარე მან თქვა, რომ მე არ ვიცი ხა თქვენ რაღაცებს კი მელაპარაკებით, მაგრამ ბოლომდე მართლა ვერ ჩავწვლები, იმიტომ რომ არ მქონიაო ამასთან შეხებაო და აქედან გამომდინარე მისი, ასე ვთქვათ, ცოდნა მწირე იყო ამ ემაში. ხლა მე რატომ მინდა რომ რაღაცებს, ასე ვთქვათ, შევეხოთ და მივიდეთ. აი საბჭოთა პერიოდშიც კი, აი დაწყებული, როდესაც საბჭოეთში მოვიდა ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც გაანადგურა განსხვავებული აზრი. ხო, ეს იყო პროლეტარიატის დიქტატურა, ეს იყო ბოლშევიკური პარტია, კომუნისტური პარტია უკვე შემდგომში, რომელმაც ფაქტობრივად ალტერნატიული აზრი პირდაპირ ფიზიკური განადგურებიდან დაწყებული, რომ პირდაპირ ხვრედნენ, კლავდნენ იმ ადამიანებს, რომელ ადამიანებსაც მიიჩნევდნენ, რომ მათგან განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, მტრად მიიჩნევდნენ და ამ რევოლუციას, ამ სამოქალაქო დაპირისპირებას მილიონობით ადამიანი შეეწირა და მილიონობით ადამიანი დარჩენილი ვინც იყო, გარდა ვინც დახვრიტეს, მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა გულაგებში, ციხეებში და რეალურად შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ყველა პროფესიის, ყველანაირი ტიპის ადამიანები ხვდებოდნენ თან თითოეულ ამ კოლონიაში ათასობით ადამიანი იყო, რომლებსაც ელემენტარულად მარტო ჩაკეტილი კი არ იყვნენ, ამ ადამიანებს იყენებდნენ მონური შრომისათვის, ხო? ამ ადამიანებს, რა ვიცი, რეები არ არის გაკეთებული საბჭოთა პერიოდისთვის, დაწყებული ისინი არხების თხრით იქნებოდა ეს, იქნებოდა ათვისება, მაგადანის, იმ დაუსახლებელი ადგილები, სადაც ადამიანის ცხოვრება პირდაპირ შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ოქრო მოიპოვებოდა და ასე ამ ადამიანებს იყენებდნენ ამისთვის. ეხლა იმ სიტუაციაში, როდესაც განადგურებული იყო ნებისმიერი ალტერნატივა, მაგრამ ადამიანებს სჭირდებოდათ რაღაცას შიდა სამართალი, იმიტომ რომ ისინი უსამართლოდ იყვნენ და უდიდეს ნაწილს ჰქონდა ის განცდა, რომ ისინი მოხვედრილი იყვნენ ციხეში, მოხვედრილი იყვნენ საჯელახსრულების ამ დაწესებულებებში უსამართლოდ და მათ არ ჰქონდათ არანაირი შეიძლება პროტესტის გრძნობა ჰქონდათ, რომელიც ვერანაირად ვერ გამოვლინდებოდა და ისინი ეძებდნენ ამ, ასე ვთქვათ, თავიანთი ალტერნატიული წესწყობილების, ალტერნატიული შიდა ცხოვრებისთვის რაღაც გარკვეულ შეიძლება ითქვას იმ დასაყრდენს, რითაც ადამიანი თავს გარდა ადამიანი ხო მართლა ბოლოს და ბოლოს მართლა რობოტი ხო არ არის, იმუშავა დაიძინა, ხო, ჭამა, იმუშავა დაიძინა, მას ადამიანურად ჭირდება ცხოვრება, ადამიანურად ჭირდება სოციალური გარემო, სადაც მას აქვს თავისი ის ემოციები, მას ცხოვრება უნდა ელემენტარულად. აი აქ გამოჩნდა პირველად სწორედ ის სუბკულტურა, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა იმ რეჟიმს, რომელიც იყო. ეს იყო დაპირისპირების, არ ვიცი, ყველა ფორმატში, რაც კი შეიძლებოდა, უპირისპირდებოდა და მარტო დაპირისპირება, მარტო სიმამაცე, ხო, იმ შედეგს ვერ მოიტანდა. იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, ის რაც ყველაზე ძალიან ადამიანს აძლევს ძალას, ენერგიას, ეს შინაგანი რწმენაა. შინაგანი რწმენა და სამართლიანობა, სამართლიანი ურთიერთობა ერთმანეთთან. და იმ პირობებშიც კი, როდესაც რეჟიმის პირობებში, რომელიც უსამართლოდ ექცეოდა ადამიანებს, მათ გაუჩნდათ დაინახეს ერთადერთი ნათელი წერტილი სამართლიანობისა, რწმენისა და ხშირად უჩნდებათ ხოლმე ადამიანებს, რომ ამას გარკვეულწილად სტალინმაც შეუწყო ხელი და ეს ალბათ იქიდანაც მოდის, რომ თვითონ სტალინიც იმ პერიოდში, როდესაც პირველად შემოდიოდა, ასე ვთქვათ,
თავის არენაზე, პოლიტიკურ არენაზე მისი გზა იწყებოდა და იცით ეს კამოსთან ერთად ბაქოში ეს ინფორმაციები, ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს, არ არსებობს. საბოლოო ჯამში კამო იმიტომაც დაიღუპა, რომ მან გადაწყვიტა, რომ გამოეცა წიგნის დაწერას აპირებდა, რადგან გააფრთხილა სტალინმა და უთხრა, რომ არ არის საჭირო, ნუ გააკეთებ ამას, მაგრამ ეთყობა იმან მაინც გააგრძელა და მაშინ ერთი ველოსიპედი და ერთი მანქანა თბილისში ყველა მიცით დაეჯახა და დამთავრდა ასე ვთქვათ მისი ცხოვრება და ფაქტიურად მან ვეღარ შეძლო გამოექვეყნებინა ის რაც მისი ცხოვრების აი იმ ნაწილში, რომელსაც კრიმინალური ნაწილი შეიძლება დაარქვა ერქვა. ოღონდ აქაც როცა ვლაპარაკობთ კრიმინალური ნაწილი, აქაც მინდა რომ ყურადღება ერთ რამეს მიაქციოთ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ის ფული, რომელიც მათმა დაჯგუფებამ გაიტანა, პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ინვესტირება მოახდინა და პოლიტიკაში ჩაიდო. ანუ ეს ფული არ იყო მხოლოდ და მხოლოდ რაღაც რა ქვია, ყოფითი პირობებისთვის, რომ აი რაღაცა ფული და რაღაც ცხოვრების რა ქვია, გარემო შეეცვალა თავისი და ფუფუნებაში ეცხოვრათ ადამიანებს. ეს თანხები, რომელიც ამ გზით ხდებოდა, თქვათ, თავდასხმებით, დაყაჩაღებით და ითვლებოდა, რომ ბაქოში ჩატარებული ოპერაცია ერთ-ერთი უფრო ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდისათვის იყო თავისი პროფესიონალიზმით, თავისი ასე ვთქვათ, დათვლით, სიმამაცით, ამით ერთ-ერთი გამორჩეული ოპერაცია, რომელიც დიდი ფული იყო მოხსნილი, ფოსტაზე მოხდა თავდასხმა და იყო დიდი ფული წაღებული. და ეს ფული აღმოჩნდა უკვე ბოლშევიკების ხელში. და სტალინს ჰქონდა ეს წარსული. და გარდა ამისა, როცა უკვე ის პოლიტიკურადაც იჯდა ციხეებში და უკვე როგორც პოლიტპატიმარი, მას ჰქონდა გარკვეული შეხება, ასე ვთქვათ, ციხის ცხოვრებასთან და კარგად იცოდა ეს ცხოვრება რა იყო და როგორ იყო. და ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ გამომდინარე იქედან, რომ თვითონ ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რომელიც იყო სწორედ ამ კულტურაში, ეს იყო ხელისუფლების ცვლილება იქ არ იყო, თუ კი თქვათ, პოლიტიკურ ნაწილში ერთს პოლიტიკურ ძალას, რომელიც ოპოზიციაშია და თუნდაც ციხეშია, თუნდაც დევნაშია, სურს მეორე შეცვალოს და ხელისუფლებაში მოვიდეს, ქურდულს ეს მომენტი არ ჰქონდა. ხელისუფლებაში მოსვლა იქ ეს მომენტი მთლიანად ამოღებულია. არათუ ხელისუფლებაში მოსვლა, ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულებაც კი გარკვეულწილად ითვლებოდა, აი სწორედ ეს განასხვავებდა ხო იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება კრიმინალიც იყო, რაღაცას აკეთებდა, ან იმ ცხოვრებით ცხოვრობდნენ, როგორცაც ვთქვათ, იგივე ვთქვათ, ის კანონი მოითხოვდა, ის გაგება მოითხოვდა, მაგრამ შენ ბოლომდე შეიძლება შესრულებული ეს არ ქონდა და აქედან გამომდინარე, შენ ვერ იქნებოდი ის ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიმღებია, მსაჯულია. ის ადამიანი, რომელიც წყვეტს რა არის სწორი, რა არის არასწორი. ხო, იმიტომ რომ ამისათვის, რომ ასეთი ადამიანი იყო, მათ არ უნდა ქონოდათ არანაირი ხინჯი და დაწყებული იყო, რომ არ უნდა ყოფილიყავი სახელმწიფოსთან, ანუ მუშაობა არ შეიძლებოდა, სახელმწიფოსთან ლოიალური დამოკიდებულება არ შეიძლებოდა, ერთ-ერთი მომენტი, რომელიც მერე უკვე არათუ სტალინის დროს, არამედ საბჭოთა სიტუაციაში და უკვე თქვათ, ჩემი სამეგობრო წლე, ჩემი თქვათ, ოჯახის წევრი და ეს ნაწილიც ეხებოდა, ეს იყო როცა თუნდაც უკვე ბოლო პერიოდში იმისი რა ქვია, როდესაც აღარ იყო ესეთი მკაცრი მანქანა, სახელმწიფო მანქანა, რომელიც პირდაპირ ფქვავდა და ანადგურებდა ადამიანებს, მაგრამ შემორჩენილი იყო თუნდაც ის, რომ ხელი უნდა მოგეწერა, პატპისკას ეძახდნენ, რუსული ტერმინოლოგია იყო და რუსული სივრცე იყო, ანუ შენ ხელს აწერდი ციხეში, პირდაპირ თანამშრომლობა არ იყო, მაგრამ ცნობდი იმას, რა ქვია, რეჟიმს და მასთან ჰქონდა აი ამასაც კი ხელი არ უნდა მოგეწერა. ანუ სახელმწიფოსთან არ უნდა ქონოდა არანაირი, მით უმეტეს იმ სახელმწიფოსთან, რომელიც სახელმწიფოს მიიჩნევდი, რომ არასამართლიანად ექცეოდა თავის მოქალაქეებს, არასამართლიანი ჰქონდა კანონმდებლობა, არასამართლიანი ჰქონდა სასამართლო სისტემა და აქედან გამომდინარე, ხო, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უძლებდა, ამ ყველაფერს უარყოფდა და თავის თავს მიიჩნევდა, რომ ის სახელმწიფოსთან არანაირ კავშირში არ იყო, მას სახელმწიფოსთან არ ჰქონდა არანაირი შეხება, ეს ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო გარკვეულწილად გადაეწყვიტა სხვების, ასე ვთქვათ, ბედი. ამას რატო ვამბობ?
აი ამ სისტემამ საბოლოო ჯამში საინტერესო რამე იყო, ხო, შემდგომი ეტაპები, თქვათ იგივე 70-იანი წლებიდან იცვლება ბევრი რამე საბჭოთა კავშირში თვითონვე, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს იმის გამო რომ სახელმწიფო უნდა გაეკეთებინა იმ სტალინსაც, იმ კომუნისტებსაც, ელემენტარულად ამ სახელმწიფოს სჭირდებოდა ტექნოლოგიები. ტექნოლოგიებს სჭირდებოდა განათლება. განათლება იძლეოდა იმას, რომ ადამიანი იწყებდა აზროვნებას და აზროვნება ადამიანი, რომელიც განათლებულია, ის ხედავდა იმას, რომ ბევრი რამე სწორად არ კეთდებოდა. ამიტომ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ პირველი deep state, ანუ ის რაზეც ახლა მიდის, რა არის, ხო? სახელმწიფოს მიღმა ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფოს მართვაზე. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირში პირველი deep state ეს იყო სწორედ ინტელიგენცია. ინტელიგენცია, ანუ ის ადამიანები, ვინც განათლებულები იყვნენ, ის ადამიანები, რომლებსაც მოუწიათ, იმიტომ რომ სახელმწიფო იძულებული იყო, რომ ადამიანებისათვის სწავლისთვის მიეცა საშუალება, სწავლა თავისთავად ნიშნავდა, რომ მარტო ტექნიკურ საქმეს ხო არ კითხულობდე, თუნდაც ტექნიკურსაც როცა კითხულობდე, აზროვნების უნარი ვითარდებოდა, ხედავდი როგორ იყო საზოგადოება მოწყობილი, ხედავდი ისტორიას სწავლობდი, ანუ ბევრი რაღაცის, ასე ვთქვათ, შესწავლა მოუწია იმ ადამიანთა საზოგადოებას, რომელთაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო უნდა ემართა, ან სახელმწიფოს ისინი ჭირდებოდა იმისთვის, რომ მათ ერთის მხრივ მე მახსოვს, როცა კადრებს უყურებდი და როცა სტალინზე იყო ლაპარაკი, რომ რამდენად დიქტატორია და ამაზე ცალკე ის არის თემა და ნამდვილად იყო და საკამათო არ არის, მაგრამ შედარებით თქვა ტროცკისთან, ხო, ზუსტად აღარ მახსოვს, დაახლოებით 30-იანი წლების ის არის, რა ქვია, პარტიული ჩანაწერი, პარტიული ყრილობის. ტროცკი გამოდის სტალინამდე და ამბობს, რომ ჩვენ უკვე დავამთავრეთ და არისტოკრატია ფაქტობრივად განადგურებულია, ეხლა დადგა ინტელიგენციის განადგურების დრო. და სტალინი გამოდის და ამბობს, რომ არა, არ შეიძლება ინტელიგენციის განადგურება, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები, ჩვენ გვჭირდება ექიმები, ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები და ამიტომ მოდი ამ ინტელიგენციას ჯერ გავაზრდევინოთ ის ადამიანები, რომლებიც პროლეტარული აზროვნებით, მაგრამ გახდებიან პროფესიონალები და ამის მერე კი ბატონო გადავდოთ ეს საკითხი და კიდე გონი თეთრი მტრედივით ჩანდა ამ შემთხვევაში სტალინი ტროცკისთან შედარებით, ხო? და ამ სიტუაციამ მოიტანა ის, რომ თანდათანობით უკვე 70-იანი წლებისთვის და ამას უკვე თქვათ, ჩემი თაობა, რასაც მოსწრებულია, ჩემს წინა თაობას თქვათ, ის ომის პერიოდის ისიც არის ადამიანები, რომლებსაც ეს ამას მოესწრნენ, ხო? მოესწრნენ იმას, ზოგი ომში იყო, ზოგი ციხეში იყო, ხო? აი ამ სიტუაციაში თანდათანობით ხდება ჰუმანიზაცია შემოდის, იმიტომ რომ განათლებამ გინდა არ გინდა მოიტანა ეს ჰუმანიზაცია. მოიტანა ის, რომ განსხვავებული აზრის დევნა კი ხდებოდა, მაგრამ ფორმები იცვლებოდა, ასე პირდაპირ დახვრეტებით არ ხდებოდა. ციხეებში სიტუაცია შედარებით უფრო შეიცვალა, იმიტომ რომ ადამიანთა რაოდენობაც თანდათანობით უფრო შეიცვალა და ამან გამოიწვია ის, რომ ბევრი რამე, ასე ვთქვათ, შეიცვალა თვითონ ყველგან, თელ საბჭოთა კავშირში, ციხეშიც, იმაშიც, რა ქვია, გარეთად, იმაში, რა ქვია, ჩაულებრივ ცხოვრებაში და მთლიანად, ხო, ადამიანებმა დაიწყეს სხვაგვარად აზროვნება. ბევრი რაღაციდან გამომდინარე იძულებული გახდა საბჭოთა კავშირი თავისი deep state-ით, ანუ ინტელიგენციის გარკვეული ზეწოლით, რომ ხელი მოეწერა ჰელსინკის დეკლარაციისთვის, რაც ადამიანის უფლებებს იყო მიზღვნილი, ხო? აი ამან ყველაფერმა საბოლოო ჯამში მოიტანა ის, რომ ეს საბჭოთა სისტემა აღმოჩნდა, რომ ვეღარ მართავდა. ასეთი მართვა უკვე მას აღარ შეეძლო. და აქედან გამომდინარე ხდება საბჭოთა სისტემის თანდათანობით დაშლა, რომელიც რასაკვირველია იწყება ხელისუფლების ზედა ეშელონებში და ამან საბოლოო ჯამში მოიტანა, ისე არ განვითარდა ალბათ, როგორც გარბაჩოვს ჰქონდა წარმოდგენილი და მოიტანა რღვევა. რღვევის დროს ის საერთოდ დიდი ქონება მისი გადანაწილების საკითხი დადგა. მისი გადანაწილებას მოყვა თქვენ ეს პერიოდი ფილმებით მაინც თუ არა და თვითონ თუ ნაცხოვრები არა ვართ, ამ ყველაფერს მოყვა ის, რომ ამ ქონების გადანაწილება არ მიდიოდა კანონიერი გზით და ფაქტობრივად ხდებოდა დატაცება
და შეიძლება ითქვას რამოდენიმე ასეული ადამიანის ხელში აღმოჩნდა ის ვებერთელა ქონება, რომელიც მილიონობით ადამიანმა შექმნა და მისი თითქოს გამკარგავი უნდა ყოფილიყო. ასეთ სიტუაციაში რასაკვირველია ხდება დაპირისპირებები და აი სწორედ იქ აღმოჩნდა რომ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი სისხლის, ძვლების, მამაცობის ამ ყველაფრის ფასად მოიტანეს და შექმნეს გარკვეულწილად ის ინსტიტუტი, რომელიც ინსტიტუტიც გარკვეულ სამართლიანობის და რაღაც გარკვეული განსჯის, გარკვეული საჯულობის, ასე ვთქვათ, ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. სადაც ადამიანი და მაშინდელ იმაში ესე იყო, ხო, რატო ჩანს ხოლმე განსაკუთრებით თუ კი შეხედავთ, ხო, რუსულ ფილმებში იმას ჩანდა ხოლმე რელიგიური საკითხიც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. იმიტომ რომ აი მას რასაც სტატუ მე უკვე მას აქნეს, აი თუ ნახავდით ის სტატუების უდიდესი ნაწილი სწორედ ეკლესიების ანუ ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირი, ასე ვთქვათ, იქვე ჩანდა იმ ადამიანებისა, რომელი ადამიანებიც საბოლოო ჯამში მსაჯულებად გვევლინებოდნენ, იმიტომ რომ მათთვის თავარი რა იყო? შინაგანი წესიერება, სისავსე, რომელიც პალნატა, ხო, აი რუსული იმითი როცა ამბობდნენ, სისავსე რისი? სისავსე ადამიანის შიდა სისპეტაკის, რომ ის მხარე არასდროს არ უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს მხარე სახელმწიფოსი არ უნდა ყოფილიყო და არც ერთ ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაშიც მხარე არ უნდა ყოფილიყო. ხო, მას უნდა გადაეწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ სამართლით. მას უნდა გადაეწყვიტა სამართლიანობით და შინაგანი რწმენით. საინტერესო რაღაცა იყო. აი ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, ძვლებზე მოვიდა ინსტიტუტი, რომელმაც ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის დროს უკვე მონაწილეობა მიიღო იმ კონფლიქტურ სიტუაციებში, რომელიც წარმოიშვა იმ ადამიანებში, რომლებიც ასე ვთქვათ, იმ ქონებას იტაცებდნენ და ეს იყო ოლიგარქები, ეს იყო თანამდებობის ის პირები, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ჩაბმულები და ამ დროს ვებერთელა ფული და ფულთან ერთად აღმოჩნდა ვებერთელა გავლენა და ძალაუფლება იმ ადამიანების ხელში, რომლებიც ამას იმ მომენტისთვის ნამდვილად არც ელოდნენ და რაც ყველაზე მთავარია, ისინი არც იყვნენ მოწოდებული იმისთვის, რომ თქვა რაღაცა ემართათ და რაღაცა სტრუქტურაში მოხვედრილიყვნენ. ხო, ამიტომაც ფიქრობდნენ სწორედ რომ აი დაუბრუნდეთ სტალინსო რატომ აწყობდა? იმიტომ რომ ისინი არ ცვლიდნენ ხელისუფლებაში მოსვლა, მათი ასე ვთქვათ იდეალი არ ყოფილა. და აქედან გამომდინარე თითქოს საშიშები არ იყვნენ. თუმცა რეალურად თუ ავიღებთ, ხო, თვითონ სისტემა, რომელიც დაიბზარა და დაინგრა, ხო, ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ იმ წინააღმდეგობამ, ასე ვთქვათ, მოიტანა. იმ წინააღმდეგობამ, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ კიდევ მარტო სიმამაცეზე, არა, სამართლიანობაზე აგებული წინააღმდეგობა იყო. ეს იყო წინააღმდეგობა, რომელსაც იმ ათეისტურ საზოგადოებაში სწორედ ღმერთი, ასე ვთქვათ, უმაგრებდა და ადამიანი როცა გადაწყვეტილებას ღებულობდა, ის ღმერთთან უნდა ყოფილიყო მართალი. ის უნდა ყოფილიყო იმ თავის საზოგადოებასთან მართალი. მას არ შეიძლება მხარე დაეჭირა ან რაღაცა მატერიალური დაინტერესების გამო, ან რაღაცა ვთქვათ სხვა სისუსტეების გამო, იმიტომ რომ მას ესე აწყობდა. და ასეთმა სისტემამ გაუძლო საბჭოთა პერიოდის ყველაზე რთულ და ყველაზე საშინელ ნაწილს. ხო, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ასევე ალბათ ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც სახელმწიფოსთან წავიდნენ იძულებით და არა, ასე ვთქვათ, თავიანთი ნებით, იძულებით შეიძლება ითქვას კონტაქტზე და კომპრომისზე და რაღაცა ნაწილი წავიდა საომრად. და მე უკან დაბრუნებულებს გაუჩნდათ ისევის პრეტენზია, რომ კი, მაგრამ ჩვენ იქ წავედით სამშობლოს ვიცავდით. ხო, ეს მომენტი ხშირად არსებობს ხოლმე, და არის ხოლმე თუნდაც დღევანდელ სიტუაციებში, როდესაც აი ბიჭო ქვეყანისთვის ეს ხელისუფლება უფრო მომწონს და იმიტომ აქეთკენ ვიხრები, ხო? იმათ აღარ მიცეს, შენ როცა უკვე სახელმწიფოს ბრძანებას ასრულებ და არა ის რაც შენში შინაგანია, შენ იქ დაამთავრე, შენ ცუდი ადამიანი კი არა ხარ, კაცო, შენ არაფერს, შენ პრეტენზია იმისი, რომ შენ იგივე ხარ და შენ პრეტენზია იმისი, რომ იქ არაფერი არ მომხდარა, ჯარისკაცი იყავი მტერს ებრძოლდი და ბრძანებებს ასრულებდი, ადამიანებს კლავდი, იმიტომ რომ კი, ერთის მხრივ თავი უნდა დაგეცვა, მაგრამ ბრძანების მიხედვით, ხო, იმ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ როცა ადამიანებმა თავი დადეს ამაზე და არ წავიდნენ
ჩავიდნენ და პირდაპირ ტყვიამფრქვევით ხვრიტავდნენ. აი ეს მომენტები ჰქონდათ გავლილი და აქედან გამომდინარე საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მათ ჰქონდათ ის ავტორიტეტი და ეს ავტორიტეტი მოპოვებული იყო სავსებით სწორი, ასე ვთქვათ, მიდგომებით ბევრ საკითხთან მიმართებაში, ხო? და აქედან გამომდინარე ამ ადამიანებს ხელში აღმოაჩნდათ ეს ვებერთელა ფული გავლენა და ის სადაც ფული და გავლენა, ასე ვთქვათ, შედის, რასაკვირველია, ეს ფული და გავლენა თავის წესებს ამკვიდრებს. და აქედან გამომდინარე ბევრ რაღაცაში მათ კომპრომისებზე წასვლა მოუწიათ, როგორც საკუთარ თავთან, ასევე იმ წრესთან, რომელ წრეშიც ისინი ტრიალებდნენ და აქედან გამომდინარე აქ მოხდა გარკვეულწილად დაბზარვა იმისა, რაზეც ეს ყველაფერი იდგა. და მოდით მე ახლა რატომ მინდა ასე ვთქვათ აი სტერეოტიპებიდან რო გამოვიდე ხო ერთი მომენტი შეიძლება კიდევ ვთქვათ აი უფრო რო გავიხსენოთ აი თუნდაც ნოდარ დუმბაძის და იმ საბჭოთა პერიოდში ნაწილი სხვათა შორის ამბობდა რომ ნოდარ დუმბაძემ ამითი თეთრი ბაირაღებით რაღაცა ჰეროიკული მომენტები შექმნა და გარკვეული პროპაგანდა გაუწია თითქოს მას რა ქვია ქურდულ სამყაროს მაგრამ ის არის რეალობა ეს არის რეალობა დანახული ადამიანისა რომელიც შედის ციხეში და იქ ხედავს საზოგადოებას ზუსტად ისე როგორც გარეთ არის საზოგადოება იმიტომ რომ ყველანაირი პროფესიის ადამიანები ყველანაირი ასე ვთქვათ, ხედვის ადამიანები, ყველანაირი მორალის ადამიანები არიან, ხო? და არის გამოყვანილი თითოეული ფიგურა. ხედავთ კორუფციაში მყოფ ადამიანებს, ხედავთ სისტემა როგორ არის დამპალი, ხო? სისტემა რომელშიც მესაფლავიდან დაწყებული, რა ვიცი, წვენებში მომუშავე ადამიანიდან და თუნდაც ჩვენ ხედავთ მე ტრაგიზმი როგორ არის, ხო? ის ძია ისიდორეს მომენტი განათლებული, ჩამოყალიბებული ადამიანი რა ტრაგიზმამდე რატომ იდის. აი, ბევრი რამე მე არ მინდა წიგნის ასე ვთქვათ მარტო, მაგრამ ეს იყო რეალური სურათი იმისა, რაც ხდებოდა მაშინდელ საბჭოთა კავშირში. და იყვნენ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც ამ სახელს ატარებდნენ და რა ჩანს ხო იქა, იყვნენ თუ არა ისინი სამართლიანები. ხო, აი ეს მომენტებია, ეს არის საბჭოთა პერიოდის. თუმცა ასევე საინტერესოა თითქოს მეორე მხარე. კიდე გეუბნებით სტერეოტიპებიდან რო გავიქცეთ და ისე რო შევხედოთ, ხო? კუკარაჩას მომენტი. ხო, სადაც სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ხო, ვინ არის კუკარაჩა? თვითონ თავისივე სისტემაში მიუღებელი, იმიტომ რომ ის არ არის პოლიციელი. ის არის სამხედრო, რომელიც პოლიციაში მეგობართან მივიდა და დაიწყო მუშაობა. სამხედრო, რომელსაც სხვანაირად აქვს გავლილი თავისი ცხოვრება და ის ადამიანი ეძებს ადამიანს. და ბავშვებთან ურთიერთობა მისი როგორია, მისი ურთიერთობა ბავშვების მშობლებთან როგორია, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს იმ წესით, რომელიც წესით, კიდე გეუბნებით, წესი თავად თვითონ გაგება ხო, ეს შეიძლება პოლიციელშიც იყოს, შეიძლება მასწავლებელშიც იყოს, ნებისმიერ ადამიანთან უნდა იყოს. და რეალურად მე მეორე მხარეს ვხედავთ ასევე ინდივიდუალური მომენტი და არა სტერეოტიპი, ხო? აი იგივე მისი რა ქვია მურტალოს მომენტი. რა შეცდომას უშვებს, ხო, მურტალო? ერთი მხრივ მურტალო არ ცდება იმაში, რომ როცა დაბადების დღეზე მოდის ინგასთან, ხო, თუ გაიხსენებთ ამას, ერთი არ ცდება იმაში, რომ მისი ბრალი აბა მეტი ვის უნდა ცოდნოდა, ხო? მაგრამ ეს ხომ არ არის ინგა ხო და ჩანსეს ხო განსაკუთრებით აი ეს მომენტი რომ ვინ დამიჯერებს რომ მე არ ჩამიშვია კუკარაჩა ეს უნდა გაუშვა ეუნება თორემ მე ვინ დამიჯერებს როცა ამას არ ჯერავს თვითონ იმას ვისაც უყვარვარ ვინ ჩემი ის იყო რა ქვია ის ხომ იმეთი ყვება რომ კუკარაჩა შეუძლია კუკარაჩა ასეთი კუკარაჩას კი მურტალო ასეთი მაგარია მურტალო ესეთი მაგარი კაცია მურტალო შეუძლია ვარდები მოიტანოს ყოველ დღე შენ შეგიძლია მურტალო შეუძლია სადაც არ უნდა იყოს ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვიდეს ამ კონტექსტში ამბობს და ასე მოხდა ასე ვთქვათ ინფორმაციის მიღება და ამიტომაც კუკარაჩასთვის მთავარი რა არის? რაც სისტემისთვის არ არის მთავარი. კუკარაჩასთვის მთავარია ჩემთვის ერთი ადამიანის გადარჩენა უფრო მთავარი. ვიდრე იმისი რომ დავიჭირო მურტალო. და ამას ვერ იგებს ეს სისტემა, რომ შენ ვერ ახარ ჯანზე, იმიტომ რომ სისტემა სრულიად სხვაგვარად მუშაობს. ანუ კუკარაჩაც ამ სისტემიდან ამოვარდნილი ადამიანია. და მისი შეცდომაც, როცა ასეთ სიტუაციაში ამას ხედავ, მაშინ მისი მოქცევა ისე რაც როგორც იქცევა, ხო საბოლოო ჯამში, ხო ამას აჩვენებს. ეს პიროვნებაზეა დამოკიდებული. ანუ არ შეიძლება სისტემაში ან იქით, ან აქეთ, ნებისმიერ იმაში სისტემაში არის ეს, არის ადამიანური ფაქტორი. ადამიანია ყველაფრის გამსაზღვრავი. ადამიანი, რომელიც სწორი წესით თუ ცხოვრობს, მე იმიტომ დასაწყისში რომ ვთქვი, რომ ადამიანი, რომელიც ამ გაგებით ცხოვრობდა, ხო მე პარლამენტის წევრობის
დროსაც ამ გაგებით ცხოვრობდა. Ამ გაგებით იყო როცა თავის თანამდებობები გაიარა, სანამ პარლამენტის წევრი გახდებოდა. Am გაგებით შეხედა რომ რეალურად დგებოდა ეროვნულ მოძრაობაში რატომ მოხდა ადამიანი რომელსაც საკმაოდ კარგად ჰქონდა ცხოვრება მოწყობილი საბჭოთა კავშირის პერიოდში. სამსახურიც ყველაფერი მშვენივრად იყო. ხო და თანაც იქიდანაც ისე წავიდა რომ თქვა რომ ძმებო ამ იმითი რა ქვია რამე ხომ არ შემშლია. ხო არაფერი. მინდა რომ სწავლას მივხედო, მინდა ამას, იმიტომ რომ მოპარვით და მაშინ ის პერიოდი იყო, აღარ გამოდის რა, ისე ცხოვრება და რამე პრეტენზია თუ არავის არა გაქვთ, მინდა რომ ჩემს გზას გაუყვე აი ამ მიმართულებით და ასე გააგრძელა თავისი გზა. ამას რატო ვამბობ, ხო? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანებმა ვიცოდეთ, აი დღევანდელ სიტუაციაში ხშირად არის ხოლმე ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც აი გამორჩეულად, თორე ძალიან ბევრია, კაცო და მე აღარ მინდა გვარები ჩამოთვლა, მაგრამ აი ტელევიზიით ვინც ლაპარაკობდა, რომ უთხრეს, აი ქურდულად წვეთს დღეს ვივანიშვილი რაღაცას და უთხრა რა რას ლაპარაკობო. ერთად ხაბეიშვილი იყო, კიდე გეუბნებით ჩემს თვალში დავინახე რომ ადამიანმა ინფორმაცია მაინც იცის. მინიმუმ რა, ამას და თქვა რომ არა, რას ლაპარაკობ, რა ქურდულია ესო. ესო როგორ შეიძლება ქურდული იყოს? სახელმწიფოში ესო, ეს პირიქითო. ყველაფერს რომ მარღვევს ის არისო. იმიტომ რომ აირია, ასე ვთქვათ, ფარგლები, საზღვრები იმ ყველაფრისა, სადაც ამის არევა სახელმწიფოშივე ქმნის ძალიან ცუდ რამეს. ეს დაახლოებით ბევრ ადამიანს ხანდახან გონია რომ ტიპი, რომელიც გარკვეულწილად ან ჟარგონით ლაპარაკობს, ან ეს შეკერილი სახე აქვს ისეთი და ცდილობს ამის გაკეთებას, რა ქვია, შექმნას ისეთი წარმოდგენა, რომ ის ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ, ტიპია, იმ სამყაროს წარმომადგენელია. ეს დაახლოებით იგივეა, რომ პოლიციელის ფორმა რო ჩაიცვას ადამიანმა, რომელიც პოლიციაში არ მუშაობს. გენერლის ფორმაც რო ჩაიცვას, ის ხომ რიგითი პოლიციელიც არ არის, ხო? ჩაიცვა, იმიტომ რომ მას რაღაცაში დასჭირდა ეს. და ამას იყენებს იმ თავისი გარემოსთვის. ან მღვდლის ფორმა რო ჩაიცვას ადამიანი, რომელიც ეკლესიური არ არის და ეკლესიის წიაღში არ არის და ხელდასმული არ არის იმ ეკლესიის სტრუქტურებისა და ბოლოს ჩაიცვა ეს ფორმა და შეიძლება ძალიანაც გააქვს და ლაპარაკით შეუძლია ეს. ზუსტად ამას ემსგავსებიან ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების გამოყენებას ცდილობენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შედიან მასთან კომპრომისში, თავად ხდებიან გამოყენებული იმის გამო, რომ მატერიალური ინტერესი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. და იმისათვის რომ მივიდეთ იქამდე, ხო აი რამ გადაარჩინა მაშინ, აი რა ამ იმაზე ვიღაცას გონია კიდე გეუბნებით რომ საბჭოთა პერიოდში იყო, მაგრამ იმასაც მივხვდნენ რომ საბჭოთა პერიოდამდე არსებობდა ფილმებშიც ნახულობდნენ, ისტორიულადაც ყვებოდნენ იმას, რომ ეს ქურდული სამყარო ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს იყო. და ამას შეეხნენ ხო ადამიანები და ნუ ასე თუ ისე მიხვდნენ რომ ეს ალბათ კიდევ უფრო ძველია და მე მინდა სიღრმე დაგანახოთ იმ სიტუაციისა როცა და რატო გადავდივარ ამ თემაზე იმიტომ რომ კიდე იმის იქითაც არის ბევრი რამე იმიტომ რომ ერთი მომენტი რომელიც ყველა ადამიანმა იცის ეს ქრისტიანი რო არც იყოს იმათაც კი იციან ხო როდესაც არის ჯვარცმაზე საუბარი როდესაც არის საუბარი ავაზაკებზე, ხო, ორი ავაზაკი, მარჯვნივ და მარცხნივ ავაზაკი. თავად რაში იცვლება ქრისტე, ხო, ბარაბაში იცვლება ქრისტე. ხო, აი აქედან გამომდინარე მინდა რომ ამ ჯვარცმას შეხედოთ ამ კუთხით და დაინახოთ რა. თქვენ წარმოიდგინეთ რომ რატომ არ არის ხშირად არის ხოლმე საუბარი ადამიანები სვავენ კითხვას რომ აი სახელები, იმიტომ რომ ვიღაცამ იცის ეს სახელები, რა ერქვათ იმას, ვინც მარჯვნივ იყო, ვინც მარცხნივ იყო. რატომ არის რომ კანონიკურმა ეკლესიამ მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომელი ინფორმაციაც ბიბლიაში 4, ასე ვთქვათ, 4 თავშია და 4 აპოსტოლი ლაპარაკობს. და სავსებით ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებებს ალბათ და ერთადერთი და ყველაზე სწორი იყო, იმიტომ რომ რეალურად თითეული ჩვენგანია ის ავაზაკები, რომლებიც იმ ჯვარზე არიან. ოღონდ რომელს ავირჩევთ, ამას აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ სინამდვილეში ხო როგორ არის, ის ავაზაკები რას ნიშნავს? მე ესეც მინდა, რომ ასე ვთქვათ, ის რაც ისტორიულად არსებობს არის და ვისაც სურვილი აქვს ამისი ნახავს და გაიგებს, ხო? ბარაბაც და ის ორი ავაზაკიც, ხო, ეს მათეც ამითი იწყებს და ამბობს, რომ იყო მათეც მე თანდათანობით ასე ვთქვათ, ამ ინფორმაციით ვიგებთ, რომ თლიანობაში ვინ არიან ის ავაზაკები, რომლებიც გამზადებული იყო გოლგოთაზე, ასე ვთქვათ,
ეს ჯვრის ჯვარცმისთვის აღმართული იყო უკვე ეს ძელები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ერთ ძელს თვითონ ანუ ალბათ იყო რა ქვია ვერტიკალში და ჰორიზონტალური ძელი მისთვის რა ქვია მესამე ჯვრისთვის თვითონ ქრისტემ ატარა და სიმეონიც კი მიეხმარა, იმიტომ რომ ვეღარ შეძლო თქვა მიტანა, ხო? მაგრამ ვინ იყვნენ აღმართული ეს უკვე იყო. და იმაშივე ჩანს, ოთხთავშივე ჩანს, რომ ესენი არიან ცნობილი ავაზაკი, ამ სიტყვას ხმარობს, სხვათა შორის მათე და ცნობილი ავაზაკი, ბარაბად წოდებული, ცნობილი ნიშნავს იმას, რომ ის ხალხშია ცნობილი და ამათ ხალხი იცნობს, რომლებმაც თავდასხმა მოახდინეს და მოკლეს კიდევაც წარმომადგენელი ხელისუფლების, რომის ხელისუფლების. ხო, ეს პერიოდი უნდა წარმოვიდგინოთ და ალბათ ვიცით რომ ეს არის შეიცვალა და უკვე მერამდენეთ ეცვლებათ კოლონიზატორი ებრაელებს. ხო, დაწყებული ჯერ სირიელებთან კონფლიქტები, მერე ეგვიპტე, ჯერ ბაბილონში გადასახლება და ბაბილონის მიერ დანგრევა მთლიანად, ასე ვთქვათ, მათი ტაძრის, სოლომონის ტაძრის, მათი მთლიანი გადასახლება, ბაბილონში მათი ყოფნა, მერე ეგვიპტე უგებს ბაბილონს და ამარცხებს და რეალურად ეგვიპტელების მონობაში ყოფნა, მერე სპარსეთი ამარცხებს ეგვიპტეს და მერე უკვე, ანუ ეცვლებათ მუდმივად იცვლება ბატონე. ჩვენ ქართველები ხშირად ვამბობთ, რომ მუდმივად მტრები იყვნენ, მუდმივად თავს გვესხმოდნენ და რეალურად ებრაელებს რა ისტორია აქვთ, ხო, გავლილი და აქედან შეხედეთ და ადამიანები, რომლებიც მუდმივად იბრძვიან თავიანთი ერთვის ხრივ წესწყვილთავისი რელიგიის დაცვისთვის, იბრძვიან თავისი სახელმწიფოს აღდგენისთვის და ამ სიტუაციაში ახლა რომი შემოდის. მანამდე დრო კიდე ცოტა დამრჩა რეალურად მანამდეც კიდევ სანამ ეს მოხდებოდა უნდა ვიცოდეთ რომ პირველი აჯანყებები როდესაც იწყება ეს არის 166 წელი ძველი წელთაღრიცხვით როდესაც ფაქტიურად ელინიზაცია ხდება 150 წელია უკვე 323-ში გარდაიცვალა ალექსანდრე მაკედონელი და ვებერთელა ელინური სამყაროა და ელინიზაცია როგორ აღჭობს ებრაულ ასე ვთქვათ ამ თავიანთ რელიგიას როგორ 167-ში მაგალითად ხდება ის რომ მთლიანად დაუნგრიეს საკურთხეველი ეს ანტიოქე მეოთხე ეპიფანე აკეთებს ამას დაუნგრია და თან ღორი დაკლა ზევსის ის რა ქვია აღმართა მათ საკურთხეველზე და ღორის დაკლა ნუ წარმოვიდგინეთ სიბილწის ალბათ ის იყო ხო უმაღლესი აპოგეა და აქედან გამომდინარე იწყება აჯანყებები და ერთ-ერთი აჯანყების ხელმძღვანელი ხდება მატათა რომელიც არის მღვდელი რომელსაც უბრძანეს რომ ერთ-ერთი სოფლის მღვდელია უბრძანეს რომ საკლავი დაეკლა და აღემართა ზევსისთვის მან უარი თქვა და იმ ებრაელმა რომელმაც თქვა რომ მე ამას გავაკეთებ სხვა მღვდელსახურმა ამან მოკლა ეს მღვდელსახურის და ის ოფიცერიც რომელიც ასე ვთქვა ბერძენი იყო აი ამის მერე ბერძნებთან აჯანყება მოხდა და მერე უკვე მისმა შვილმა გააგრძელა ეს ხასმენეების გვარის იყო მისმა შვილმა იუდა მაკაბელი და მაკაბა ჩაკუჩნიშნავს მაკაბელი საუკეთესო მხედართმთავარი აღმოჩნდა რომელმაც შეძლო რამოდენიმეჯერ დამარცხება ბერძნების ასე ვთქვათ ჯარის აღება იერუსალიმის და იქ ანთება ისევ თავიანთი მისი რა ქვია 7 სასანთლეთი იცით თქვენ მათი ასე ვთქვათ სასანთლე და აღადგინა ზეთიც რომელიც მან გამოიყენა და სულ ეს ზეთი იყო რომ რამოდენიმე საათს უნდა ყოფნოდა მაგრამ მოხდა ისე რომ 8 დღე ჩაუქრობლად იყო რაც ნიშნავდა იმას რომ სასწაული მოხდა და ხანუკას დღესასწაული რომელიც აქვთ ებრაელებს სწორედ აქედან მოდის ხო აი ამას რატო ყვები ეს ადამიანები მუდმივად იბრძოდნენ მუდმივად და არ ემორჩილებოდნენ იმ არსებულ წესს და მათი ბრძოლა კიდევ უფრო ადრე იწყება და ნიშნავს იმას რომ აი პირველად როდესაც მათ თქვეს რომ ჩვენ ძველი ბიჭი ქართულში აქედან მოდის სწორედ რომ ძველი წესით ვინც ასე ვთქვათ ხედავდა ანუ ძველი წესი რას ნიშნავს და მივდივართ იქ რომ საჯულები იყვნენ სანამ მეფე ეყოლებოდა ისრაელს მანამდე საჯულები იყვნენ ყველა ასე ვთქვათ ტომს
იმას რა ქვია თავისი მსაჯული ყავდა. ეს მსაჯულები წყვედნენ ყველაფერს. და როცა მეფე მოითხოვეს, ხო, ძალიან გაუკვირდა სამუელს ეს ერთ-ერთი მთავარი მსაჯულია, ხო და თქვა რომ კი, მაგრამ ხალხო მეფე გინდათო თქვენო? კიო, მეფე გვინდაო. და მერე მეფე ხო თქვენ შვილებს თავის ჯარში წაიყვანს. მეფე თქვენს გოგოებს თავის სასახლეში წაიყვანს და გინდათ ასეთი მართვა. თუ გირჩევნიათ ის მართვა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხო? როცა მსაჯული მართავს. მსაჯული ვინ იყო? უფლის სახელით ვინც აკეთებდა ამას. ანუ ძველი ბიჭი აქედან მოდის და აი ეს ყველაფერი, როცა უკვე ჯვარცმასთან მივდივართ, ხო, იქ ეს სამი აჯანყებული ადამიანი ავაზაკებს ეძახიან რომაელები. და ფლავიუსიც, სხვათა შორის იოსებ ფლავიუსიც, ასევე, იმიტომ რომ ის რომაელია, ის ებრაელია, მაგრამ ის არის რომაელი, უკვე მაშინ მსახურებაში დგას რომთან და ისიც ამას აღწერს და საინტერესოდ აღწერს და ამბობს და ისიც როგორც რომაელები ისე უყურებს ხო ამ ადამიანებს. და ის ამბობს და წერს იმაზე, რომ რასაკვირველია ესენი ავაზაკები არიან, იმიტომ რომ ესენი დახვდნენ და ასევე მოკლეს შემოაკვდათ ადამიანი ამ სამმა ადამიანმა და ალბათ ერთ-ერთი მთავარი ვინც იყო სწორედ ბარაბა. და ამ სიტუაციაში ერთ მომენტსაც ვიტყვი, ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის მე ვფიქრობ, უბრალოდ დროში მართლაც ვერ ვეტევი ხოლმე. ესე იგი, ბარაბაც, თვითონ სახელი ბარაბაც ესეც საინტერესო რამეა, ესეც ჩანს, ანუ ადამიანებს ვისაც ამის ნახვა უნდათ, რატომ არ იყო, აი ნიკიას კრებამ თქვა, რომ ესენი უნდა იყოს მარტო კანონიკური, დანარჩენი არა და იყო სავსებით ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ადამიანები ვერ იტევდნენ და ვერ გაიგებდნენ, ჯერ რაც გვაქვს იმაში რამდენი რამე მოხდა და გაიყვნენ სხვადასხვა მიმართულებები წავიდა, სხვადასხვანაირი აზრი იყო, მუდმივი კამათი იყო და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი იქნებოდა ეს ინფორმაცია, შეიძლება ადამიანებს და განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ვისაც ეს აინტერესებს, როდესაც ის ამას გაიგებს, ხო, ადამიანები, როცა ამას ყველაფერს გაიგებენ, მათთვის ჩვეულებრივი ხდება გაგება იმისი თუ არაფერი არ იცვლება. პირიქით, შეიძლება იმ ინფორმაციით და ინფორმაცია ზედმეტი არასდროს არ არის. უბრალოდ როგორ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციას, ეს არის მთავარი რამ. ინფორმაცია ყოველთვის საჭიროა, მაგრამ არია სიტუაცია, როდესაც ინფორმაციის გამო რომ მქონდა, შეიძლება შენ თავს რაღაცა დაუზიანო, შეიძლება შენს ახლობლებს რაღაცა დაუზიანო. ამიტომ გააჩნია როგორ იყენებს და ვინ იყენებს ამ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ვინ იპოვებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ამიტომ აქვთ ხოლმე ინფორმაცია უნდა შევუზღუდო, ხო? და მერე ხდება ისეთი რამე, რომ ვიღაც ადამიანი თავს თulis, რომ მას უფლება ყველაფერი იცოდეს, მაგრამ ის შეიძლება სხვებს არ უთხრას, ხო? აი ამის საწინააღმდეგოა, ხო? თავიდან ბოლომდე თქვათ რელიგია, რომელსაც ქრისტიანობა ქვია, ის ყველაფერს საიდუმლოს მხოლოდ და მხოლოდ იმას ეძახის, რისი გაგების უნარიც ადამიანს არ აქვს. დანარჩენი ყველა საიდუმლო, ყველაფერს იგებს. ხო, ყველაფერი უნდა იცოდეს და ასე აწოდის, ხო? აი, იქაც საინტერესო რამ არის, ნახეთ, სტერეოტიპული აზროვნება, რომ ერთი კეთილგონიერია და მეორე ის არის, რა ქვია, ცუდი. თუმცა ერთ მომენტში არის ერთ-ერთი მას აქვს, რომ ისინიც კი აგინებდნენო, მაგრამ მე დგინდება რომ არა, ერთმა უთხრა და ყველამ ვიცით ეს. ხო, ერთმა უთხრა რომ გააჩერა ის თავისი, ასე ვთქვათ, მეგობარი და კოლეგა და უთხრა რომ ბიჭო, შენო, ნუ თუ ღმერთის არ გეშინიაო. ჩვენ ამას ვიმსახურებთ ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ მას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის რომ აქ არის ხო მოხვედრილი. და ერთადერთი რაც უთხრა მომიხსენიე უფალო. ხო ეს მომიხსენიეც რასაკვირველია პირველად შეიძლება თქვა რას ნიშნავს მოხსენიება. პირველად ეს ჩნდება, როდესაც იოსებს ეუბნება, უბრალოდ იოსები ეუბნება გახსოვთ სიზმარს ახსნის და სიზმარს რომ ახსნის, ამ სიზმრების ახსნისას ეუბნება იმ ადამიანს, ვინც განთავისუფლდება შენ გახვალ და შენ პატრონი იმას გიზავს, რა ქვია, დაგჯის და ეუბნება რომ მიხვალ ფარაონთან, მომიხსენიე მე, ანუ თქვი ჩემზე, მომიხსენიე. ხო, ესე ეუბნება, როცა წარდგები მამასთან, მომიხსენიე მე და ის ეუბნება შენ ჩემთან ერთად შემოხვალ. ამას რატომ არ არის სახელები ცნობილი? მე ამას უკვე მე თვითონ კი ნახე, სხვადასხვა ის არის, რა ქვია, ამის მოძებნა თითოეულ ადამიანს შეუძლია, ვისაც უნდა, მაგრამ მივედი ერთ დასკვნამდე რომ ნამდვილად არც არის ამისი საჭიროება. იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი ვართ, ის ვინც
ვინც ერთის მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ღმერთი ხარ, შენ თავსაც უშველე და მეც მიშველე. და რა მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ეუნება ამას? იმაში კი არა, თითოეული ადამიანს ამდენჯერ გქონია შემთხვევა, რომ ბიჭო ღმერთო მიშველე, რა ეს გამიკეთე. და ამდენჯერ გვითქვია ესე. ხო? ადამიანები ვართ და იმიტომ. და თქვენ წარმოვიდგინეთ, იმაში ხელებში ლურსმნებია გაყრილი საშინელ ტანჯვაში მყოფი ადამიანი, ეუბნება, რომ თავსაც უშველე და თუ ღმერთი ხარ, მართლა უშველე თავსაც და ჩვენც გვიშველე. აი ამ მდგომარეობაშიც მყოფი ადამიანები როცა არიან და იქ ერთმა ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს ხო ადამიანს რაც ჰქონდა იმათაც კი ვინც ბევრი შეცდომა დაუშვა იმათაც კი ვისაც ბევრი რამე არ უკეთებია სწორად შანს ყველას აძლევს უფალი აქ ეს არის სწორედ და ამას აჩვენებს ხო და ვინ მოხდება პირველი ის მოხდება სწორედ მასთან ერთად შევა სასუფეველში მასთან ერთად შედის სასუფეველში ეს არის მთელი ის ფენომენალური ხედვა ხო ამ ყველაფრისა და ამას რატო ვამბობ ასეთი ხედვით როცა ხარ ადამიანი და ასე ხედავ ასე აგიქვავ სამყაროს და ასე მიგაჩნია რომ შენთან ის მსაჯულები რომლებიც იყვნენ კიდე გეუბნებით კიდე უფრო არ ვიცი თუ მომეცა საშუალება ალბათ ამ სიღრმესაც საჭიროა და მე უბრალოდ გაწვეთ ინფორმაციას იმისთვის რომ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ინფორმაცია ყველგან მოიპოვება დღეს მით უმეტეს არ არის ბიბლიოთეკაში წასვლა არ ჭირდება შეგიძლიათ თქვენივე საკუთარი ტელეფონის საშუალებით შეხვიდეთ და ნახოთ დაწყებული YouTube-ში ინფორმაციები დევს ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ ნახოთ ეს ინფორმაცია იმდენი უნდა მიიღოთ ოღონდ რომ რაღაცა კი არა აგერიოს ხო ადამიანს როგორ შეხედავ და ერთ მომენტს ვიტყვი ხშირად არის ხოლმე ხო მოვალ როგორც ქურდი ამას ეუბნება მათეს სახარებაში როგორც ყინულმჭრელი ისეჭრის რა მართლა ისეთი მომენტია ის რასაც მათე ამბობს საძე ღვთის რა რომ მოდის აი იქ არის განსაკუთრებულად როცა გამოჩნდება და მოვა აი მე უკვე იოანეს აპოკალიფსში ეს გაშლილი აქვს და იქ ამბობს სწორედ იმას რომ როგორ მოდის რომ მზად უნდა იყო ყოველთვის მის დასახვედრად უფალი როგორ მოვა ერთია ის ბუნებრივი ის რომ საყვირის ხმა მიწის ძურა ელვა ეს მაგრამ შემდგომ არის ახსნები და მინიმუმ აი სამი ახსნა ერთი მოდის როგორც ქურდი მოვა როგორც ქურდი და შენ ხომ უნდა იყოს სახში როცა ხარ თუ ელოდებოდე და როგორ შეხვდები აქ უარყოფითი მომენტი კი არ არის ღმერთი მოდის როგორც ქურდი და ქურდიც რომ მოდის თუნდაც როგორ უნდა დახვდე ხო უნდა დახვდე მზად უნდა დახვდე რომ ღირსეულად მიიღო ეს ღირსეულობა რაში გამოიხატება ამას შენ თვითონ წვეთ შენივე სამართლიანობით უყურებ ან დაგჭირდება ომი და ან არ დაგჭირდება იმიტომ რომ ყველას მიაჩნია რომ მეორედ მოსვლა ეს იქნება ომი ნგრევა ეს შენ თვითონ როგორ ხედავ ამას შენ თვითონ როგორ ხვდები უფალი მოდის და უფალი მოდის როგორც ქურდი ერთ შემთხვევაში მეორე შემთხვევაში იგავს ყვება ტალანტებთან მიმართებაში რომ ერთს დაუტოვა 5 ტალანტი მიცა მეორეს 2 ტალანტი მიცა და მესამეს 1 ტალანტი მიცა და როდესაც გავიდა წლები და მოვიდა და უთხრა რომ აბა რა ქენით ერთმა უთხრა რომ შენი 5 ტალანტიდან მე 10 ტალანტი გავაკეთე და ყოჩახ შენ უფრო მეტი ცოტა მოგეცა და მეტის მოცემა შეიძლება შენზე მეორემ უთხრა რომ მე 2 ტალანტი რომ მქონდა 4 ტალანტი დაგახვედრე შენზე შეიძლება მეტის მოცემა და მესამემ უთხრა შენი მე ისე მეშინო და ისეთი შიში მქონდა რომ სადაც არ გითესია იქ მოიმკე ანუ იმას აყენებს რა ქვია სადაც არ გეკუთვნოდა იქ ამიტომ შემეშინდა და ის 1 ტალანტი რაც ჰქონდა აჰა ისევ ეს 1 ტალანტი უკან მოგეცი და მას ეუბნება არა შენ არა ხარ კარგი ადამიანი შენ არა ხარ კარგი მონა იმიტომ რომ შენ რაც მოგეცა თან მით უმეტეს იცოდი ვისგან მოგეცა და კი არ გაამრავლე არამედ დატოვე ამიტომ ყველაფერი წაგერთმევა ამ ხრიდანაც გაჩვენებს ერთის ხრიდან ამას გეუბნება მეორის ხრიდან მესამეს გეუბნება ხალწულების შესახებ რომ 10 ხალწული მიდის შესახვედრად სიძესთან და 5-მა წაიღო გონიერება გამოიჩინა ამით თავდება გონიერება ერთ-ერთი მთავარი და ამიტომ ადამიანებს ბევრი რაღაცით გვეუბნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მე ამიტომ სტერეოტიპებით ნუ კი შევხედავთ იმ სიტუაციებს რომელიც გვაქვს არამედ შევხედოთ გონიერებით და გონიერებით დავინახოთ ყველაფერი და ესეც ვიცოდეთ ის ადამიანები ცუდი ადამიანებზე არა მაგ არავის განსჯაზე არ არის ლაპარაკი ყველას აქვს შანსი იმისა როგორც ერთ ავაზაკს ისე მეორე ავაზაკს აქვს შანსი და ეს ავაზაკები თითოეული ჩვენგანი ვართ თითოეული ის ვიღაცა უცხო კი არ არის
და ვიღაცა ისკე ჩვენ კარგები ვართ, ხო? აი ამის დანახება მინდოდა, მაგრამ ნუ დროში როგორც ყოველთვის ვერ ვეტევი ხოლმე და არ ვიცი, შევხედავ ამას თუ კი საინტერესო იქნება და ამას გავარკვევ, მაშინ შეიძლება კიდევ გავაგრძელო და ვისაუბრო ამ თემაზე, თუ არა და მე არ მინდა ეს ამოვარდნილი ვიყავით ყველაფრიდან და დროში ამიტომ შეზღუდულები ვართ ხოლმე, აქედან გამომდინარე შევხედოთ თუ საჭირო იქნება და თუ შევატყირო ამის ინტერესი გამოჩნდა, მაშინ შეიძლება ამ თემაზეც კიდე გელაპარაკოთ, იმიტომ რომ კიდე გეუნებით. ეს არ არის ის თემა მარტო ამ საკითხს რო ეხება. ნებისმიერ ჩვენ ცხოვრებისეულ საკითხს რაც ხდება, ამ ყველაფერის საწყისი შეიძლება აქ იყოს, რომ არ ნუ შევხედავთ რაღაცა ჩარჩოებით და იმ სტერეოტიპებით, რომელიც ჩამოგვიღალიბდა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდეთ.